გასულ კვირაში ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა, რომ ბათუმში 1927-38 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კი ნეშტები ამოასვენეს სამარხიდან. ეპარქიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის, რომელსაც ლოგიკური შეკითხვები დაებადა. რატომ არ შეატყობინეს და რატომ გაიგეს ეს ამბავი შემთხვევით, როცა სამარხი ეპარქიამ წელიწად ნახევრის წინ აღმოაჩინა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება. მათ შორის ჩატარდა თუ არა კვლევები, ვინ იმუშავა ამ კვლევებზე და სამარხში ნამდვილად არის თუ არა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტები. ის ფიქრობს, რომ სამარხი შესაძლოა რეპრესირებულების არამედ თურქი ჯარისკაცების იყოს. უამრავი უპასუხო შეკითხვის შემდეგ რამდენიმე რეპრესირებული ოჯახის შთამომავალმა დნმ-ის კვლევის ჩატარება მოითხოვა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ განაცხადა, რომ მათ არ ჩაუტარებია დნმ-ის კვლევა, რადგან ამის სახსრები არ აქვს და ეყრდნობიან მხოლოდ მეცნიერულ მონაცემებს. ოთარ დიორგაძე და გიორგი კიკვაძე მუშაობენ აჭარაში და სწორედ მათი რეპორტაჟიდან შევიტყობთ, არსებობს თუ არა მტკიცებულებები, რომ სამარხი რეპრესირებულებს ეკუთვნით. მოვიკითხეთ ჩვენი დიდი ბაბუის გვარი და რა თქმა უნდა ემოციური იყო. დიდი ბაბუის საქმიანობა უკავშირდება ზოგადად მის დახურებას. იმიტომ რომ სასულიერო პირი იყო. დიდი ბაბუის ისტორია ხელახლა გაცოცხლდა. 30-იან წლებში დახვრეტილი აბდულ დუაძის საქმიანობაზე მისი შთამომავალი სიამაყი ყვება. გადმოცემით იცის, რომ ისეთი ადამიანის ისტორიას აგრძელებს, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების მიუხედავად საკუთარ საქმიანობაზე უარი არასდროს უთქვამს. სასულიერო პირი მკაცრი სანქციის გამოყენებასაც მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა. თუმცა რეჟიმი მოქალაქეების პირობებს და პირად სურვილებს ყველაზე სასტიკი მეთოდებით უპირისპირდებოდა. შემოუთვალა, რომ ჩემ სოფელში არ ჩაგვარდებითო, იმიტომ რომ არ უნდა რომ ის სოფელებს ენახათ, როგორ დაიჭირეს და ერთი, იმიტომ რომ არ უნდა რომ მის დამცირება იქნება და სხვებს რო ენახათ სოფელებს, როგორ დაიჭირეს და მეორე არც ის უნდა და ხალხი გატეხილიყო და მათი თვალით რო ენახათ, რომ ასე მოუვიდოდათ მათაც თუ იქნებოდნენ მორწმუნეები და შემოუთვალა, რომ ხულოცენში ჩაგვარდებითო, ანუ იგი იყო ჩემი სოფელი ხულოცენიდან 40 კილომეტრის დაშორებით არის მაღალმთიანი სოფელიათი, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სოფელია აჭარაში და ხულოში ჩაგვარდებითო უთხრა ჩავარდა ხულოში, თუმცა კომუნისტებმა მოგიდეს ხელი და აიყვანეს და ჩამოადარეს სოფელს და ყველას აჩვენეს, რომ რა ბედი მოელოდათ მათაც თუ არ დაანებებდნენ მოკლედ ლოცვას თავს რა. ხელვაჩაურში აღმოჩენილი სამარხი შესაძლოა სწორედ რეპრესიების დროს მოკლულ ადამიანებს ეკუთვნოდეთ. რეპრესირებულთა შთამომავლებს პირველად გაუჩნდათ განცდა, რომ შესაძლოა მათი წინაპრების სამუდამო ადგილსამყოფელი შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ. ამ ეტაპზე აღმოჩენილ სამარხში, როგორც ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ამბობენ, 150-მდე ნეშტია, რომელიც სავარაუდოდ 1927-38 წლებში დახვრეტილ ადამიანებს ეკუთვნით. ამ ინფორმაციას კი რამდენიმე კონკრეტული პუნქტით ამყარებენ. დნმ არ ჩატარებულა, უბრალოდ მეცნიერთა კვლევა იყო ამაზე. ერთი მეორე პიროვნება, რომელმაც ეს ადგილი მიგვიქცა, სადაც სამარხი იყო, პიროვნება თვითონ ესწრებოდა ამას. ცოცხალი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მოვიდა ჩვენთან და გითხრა, რომ აი ამა და ამა დროს არის ის ადამიანები, რომლებიც დახვრეტეს. ამავდროულად ის, რომ ყველა ხელები აქვს უკან შეგრული და ყველა არის დახვრეტილი, ტყვიები ჩანს, ჩონჩხს ემჩნევა ტყვის ნაკვალებით, ანუ ცნება სამსუბრად კეფაში აქვს ტყვია მოხვედრილი და ის კიდევ რომ აქვს მონეტები, ზუსტად იმ წლების, როდესაც მოხდა მათი დახვრეტა, 1926 წლის მონეტები აქვს. ვერსია იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურში დღევანდელი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სავარაუდოდ სამარხი იყო, ჯერ კიდევ 2015 წელს გაჩნდა. ეს ამბავი პირველად ზურაბ ჯიხაძემ გაავრცელა, რომელიც ამჟამად თურქეთის საზღვართან ახლოს, სოფელ კირნაჩი ცხოვრობს. 70-იან წლებში საბჭოთა არმიის ბაზაზე დასაქმებულმა ჩვენთან ის ამბავი გაიხსენა, რომელიც
1979 წელს მოხდა და 2015 წლამდე საიდუმლოდ ინახავდა. მუშაობდი იქა სამხედრო ნაწილში და დაიწყეს ტანკების და მანქანების იამაის კეთება და ამოყარეს კაცის კალამნები, თავები, ფეხები ესე. და მე ვუთხარი რომ товарищ командир, это же могила чего копает, другое место нельзя сделать. Идите отсюда, где мы хотим, там будем копать. Солдат უთხრა რომ გააძევეს წეყვე აქედან. შიში მომყობოდა ეს ერთი, მეორე ის რომ სამი მსვლელღა არ ვიცოდი და სამი მსვლელღა ვისთინე მეთქვა ვისთინ ეს გულის დარდი ვისთინ მეთქვა არ ვიცოდი. ეკუთვნის თუ არა რეალურად რეპრესირებულებს ხელვაჩაურში აღმოჩენილი სამარხი, ეს სავარაუდოდ სხვადასხვა კვლევის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. გახორციელდება თუ არა ნეშტების დეტალური შესწავლა, ამ დრომდე უცნობია. ისინი დაახლოებით უკვე წელიწადნახევარია ბათუმის საკათედრო ტაძარშია განთავსებული. საბჭოთა წარსულის კვლევით ლაბორატორიაში არ გამორიცხავენ, რომ სამარხში სხვა ადამიანების ნეშტი იყოს. გათხრის მომენტიდან დღემდე ამას უნდა გაევლო ბევრი, ასე ვთქვათ, ეტაპი არქეოლოგიური შესწავლა დამუშავების, სამედიცინო კრიმინალისტური ექსპერტიზის, პლუს ამას ეს თუ კი ვარაუდობთ, რომ ეს ეხება საბჭოთა პერიოდს და საბჭოთა ტერორის ხვევლს, ეს არაფრით არ უნდა იყოს გათიშული სისხლსამართლის პროცესიდან. ანუ ეს არ არის არქეოლოგია ამ შემთხვევაში, ეს არის კონკრეტული დანაშაულებების კვალი, თუ კი ვამბობთ, რომ ეს ამ პერიოდის არის, ამიტომ სრულყოფილი პროცედურები უნდა ყოფილიყო დაცული პოლიციის, პროკურატურის, საგამოძიებო ორგანოების ჩართულობა არის აუცილებელი და შემდეგ უკვე დარგის სპეციალისტების აქ თუ საზღვარგარეთ ჩართვა კვლევაში და ანალიზში, რაცაც სამწუხაროდ ვერ ხედავთ. რამაზ სურმანიძე იმ წიგნის ავტორია, სადაც ბათუმში საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ისტორიებია გაერთიანებული. მან საქართველოს უშიშროების არქივში დაცული მასალებით მაქსიმალურად სრული სურათი შექმნა. წერალი ამბობს, რომ ხელვაჩაურის გარდა შესაძლოა სამარხი სოფელ ადლიაში და სალიბაურში, სამთავრობო აგარაკის მიმდებარე ტერიტორიაზეც იყოს, რომელიც ამჟამად კერძო საკუთრებაშია. გლეხი, სოფლის გლეხი, რომელიც თავის სოფლიდან არც კი გასულა და არც არავით არის, წერაკითხვაც კი არ იცოდა. იმას რომ დააბრალებს სახელმწიფოებრივ დანაშაულს და რაღაცა დიდ ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ის არის მართალი. ჩვენ გვინდა რომ ვიცოდეთ ისევე როგორც ახლა ჩვენი უახლოესი ისტორიის დროს. საჭირო ალბათ იმ ეპოქის მოქმედება დადგინდეს და თანამედროვეობამ იცოდეს. ყველაფერი ეს კარგად, რათა ის არ განმეორდეს. 1921 წლიდან სხვადასხვა ფორმით საბჭოთა რეპრესიების დროს მოკლული ადამიანების მხოლოდ ერთადერთი მემორიალი აჭარაში ხელვაჩაურში მდებარეობს. ამ საქმით ის ადამიანები ინტერესდებიან, რომლებსაც საკუთარი ოჯახის წევრებზე გამოსადეს სასტიკი განაჩენი. ერთნაირი ხელწერა იყო, ესე იგი შეთხზეს აჭარის საქმე, ასეთი და აჭარის საქმეზე უსაფუძვლო ბრალდებით დახვრიტეს ჩემი ბაბუას ძმა სულეიმან ზაქარიაძე. იყო აჭარის ფინანსთა მინისტრი. იმ აჭარის საქმესთან დაკავშირებით. ჩემი ბაბუა იყო ისმაილ ზაქარიაძე, რომელიც 28 წლის ასაკში დახვრიტეს. 2 წლის განმავლობაში მისი და უმიანი დადიოდა ციხეზე, მიქონდა ეგრეთ წოდებული პერედაჩა და 2 წლის განმავლობაში თურმე მისი ძმა იყო დახვრეტილი და ამის შესახებ ოჯახმა არ იცოდა. ნებისმიერი აღმოჩენა ქვეყნის ტერიტორიაზე არქეოლოგიური იქნება თუ სხვა შინაარსის დაუყოვნებლივ უნდა იცნобოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. თუმცა სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, სააგენტოს ამ დრომდე არ მიუღია ინფორმაცია სამარხის აღმოჩენასთან დაკავშირებით, რომელიც ხელვაჩაურში დაახლოებით 18 თვის წინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ორგანიზებით ჩატარდა. საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებიდან 48 საათი გავიდა და ამ დრომდე ინფორმაციულ ვაკუუმშია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო. ჩვენი მცდელობების შემდგომი სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული ხვალ დილიდანვე, რათა მოვიკვლიოთ
თუ რა მოხდა, რატომ არ იყო სააგენტო ჩაყენებული საქმის კურსში თავის დროზე, რაც უკვე ვიცით ჩვენ უკვე ისევ და ისევ საინფორმაციო საშუალებებიდან, რომ ეს უკვე კარგახნის მომხდარი ფაქტია და აი ამ ხნის განმავლობაში რატომ არავის არ მოუვიდა თავში ის, რომ სააგენტო ან თუნდაც ავტონომიური რესპუბლიკის უწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გაეფრთხილებინა და ჩაეყენებინა საქმის კურსში. საკითხავი არის ის თუ აი ამ სამარხის გახსნას ესწრებოდა თუ არა არქეოლოგი, რამდენად მართებულად იყო ეს სამარხი მთლიანად გახსნილი და იქ არსებული ნეშტი ამოღებული. ქართულ მუსლიმთა კავშირი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხში აღმოჩენილი ცხედრების გადასვენებაში ჩართვას ითხოვს. ამ თემას კავშირის თავმჯდომარეც გამოეხმაურა და შესაბამის უწყებებს მოუწოდა, რომ მუსლიმი სასულიერო პირები ჩაერთონ ცერემონიაში, რომელიც 21 აპრილს დაიგეგმა. მუსლიმების აზრი ის არის, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ის გამოქვეყნებული სია, რომელიც პრაქტიკულად ვიდასტურებს, რომ ზოგადად მუსლიმები არიან დამახული, რა თქმა უნდა ძალიან რთულია თქვა, რომ ეს 100%-ით მუსლიმია, მაგრამ მუსლიმების დამოკიდებულება არის, რომ ეს მოხდეს მათი გადასვენება მუსლიმური წესით. ეს მოხდეს კიდე სამოქალაქო ფორმატში და არა უფრო რელიგიურ ფორმატში. ანიშნულ ტერიტორია, რომელიც ეკუთვნის საპატრიარქოს, მე ვფიქრობ, არ არის სათანადო ადგილი, სადაც უნდა მოხდეს მათი დასვენება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ პატივით დაკრძალვის ღონისძიება რელიგიური რიტუალის გარეშე შედგება და ღონისძიებაზე ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს მიიწვევენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე კი სავარაუდოდ ძმათა სასაფლაო მოეწყობა.